ჩვენ გვაქვს რეალობა, სადაც ობიექტური მონაცემები ყველა მხრივ მიანიშნებს იმაზე, რომ საზოგადოება არის მზად ცვლილებისთვის და ეს პირველ რიგში, რა თქმა უნდა, არის გამოწვეული იმით, რომ ქართულ მოცემა ვერ უპასუხა ვერანაირ საბაზისო გამოწვევას, რომელიც ქართულ საზოგადოებას აქვს. დაწყებული მასლოუს პირამიდის ყველაზე ფუნდამენტური უსაფრთხოების დილემის მოხსნით და უსაფრთხოების მდგომარეობის გაუმჯობესებით გაგრძელებული ყველაზე საბაზისო ადამიანური საჭიროებები, როგორიც არის ასურსათო უსაფრთხოება, როგორიც არის ეკონომიკური მდგომარეობა, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ყველა პარამეტრი გიორგი აჩვენებს იმას, რომ ეს ზალა ვეღარ ახერხებს იმას, რომ ეს ქვეყანა წაიყვანოს ვერანაირი პროგრესის მიმართულებით. ჩვენ გვაქვს რამდენიმე 100%-იანი ინფლაცია ხილზე, 200%-იანი ინფლაცია პურპროდუქტებზე, 100%-იანი ინფლაცია. მე ვსაუბრობ ბოლო წლების მონაცემებზე. ბოლო 10 წლიან პერიოდს თუ შევხედავთ. 100%-იანი გაორმაგება გვაქვს ფასების ჯანდაცვის მომსახურებაზე, ელემენტარული ტკივილგამაყუჩებელი და შპრიციც კი არის გაორმაგებული ფასი. და როცა ასეთი მდგომარეობა არის, როცა 100,000-ზე მეტი ყველაზე შრომისუნარიანი 35 წლამდე მოქალაქე ქვეყნიდან არის გასული, როცა მედიანური ხელფასი არის უკიდურესად დაბალი და ყველაზე გავრცელებული ხელფასი ამ ქვეყანაში არის უკეთეს შემთხვევაში 1000-1200 ლარი და არ აღემატება 1500 ლარს, ისიც ძალიან ცოტა ადამიანს აქვს 1500 ლარი დღეს, რომ რაღაც საშუალო ხელფასის манипуляციებს თავაზობენ ხალხს. ეს რა თქმა უნდა. ეხლა მაგალითად ლევანი საუბრობდა მასწავლებელზე, რომელსაც ხურჩაში შეხვდა 500 ლარი, 600 ლარი, 700 ლარი. საჯარო სექტორში კიდევ უფრო დაბალია. ეს არის ოფიციალური სტატისტიკა და ეს ყველაფერი აჩვენებს იმას, რომ 15 წელი პოლიტიკური ძალა, რომელიც მართავს ამ ქვეყანას, ვერ პასუხობს ყველაზე საბაზისო საჭიროებებს და მაშინ ჩდება კითხვა, ხო თუ ასეთი ცუდი არის ეს ძალა, თუ ვერანაირ საბაზისო საჭიროებებს ვერ პასუხობს ქართველი ხალხის, რა არის ის, რაც ამ ძალას ხელისუფლებაში ტოვებს და თავარი თქვენი კითხვის საპასუხოდ რომ გითხრათ, თავარი რაც ამ მოცემულობას იწვევს არის პოლიტიკური ალტერნატივის არარსებობა. სწორედ პოლიტიკური ალტერნატივის არარსებობა არის ის, რაც ქართულ ოცნებას ტოვებს ხელისუფლებაში. და ჩვენი პასუხისმგებლობა არის, რომ შევქმნათ ეს პოლიტიკური ალტერნატივა. ყველანაირი მიკიმოკიბის გარეშე. მე მიმაჩნია, რომ დღეს არსებული პოლიტიკური ფორმაცია არ არის საკმარისი ცვლილებისთვის, ჩვენ გვჭირდება არსებულის გაძლიერება და არარსებულის და ამ ვაკუუმის შევსება. და ამ ვაკუუმის შევსებაში მე ვხედავ ჩემს მეგობრებთან ერთად ჩემს როლს იმისთვის, რომ მათთვის, ვისაც არსებული პოლიტიკური შეთავაზება არ არის საკმარისი, ამ ხალხს გაუწოდოთ ხელი და უთხრათ, რომ ჩვენ ახალ პოლიტიკურ შეთავაზებას გიკეთებთ, რაც გაგიჩენთ თქვენ ოპტიმიზმს ხვალინდელი დღის მიმართ. გეტყვით, როგორ შეიძლება ეს ქვეყანა უკეთესობისკენ, გაჩვენებთ საქმით, როგორ შეიძლება ეს ქვეყანა უკეთესობისკენ, გაჩვენებთ, რომ ჩვენ ვართ უფრო მცოდნე, კეთილსინდისიერი, მოტივირებული და სტრატეგიის და ხედვის მქონე პოლიტიკური ალტერნატივა, რომელსაც გვაქვს მიზნად დასახული ქართული ოცნების არჩევნების გზით ცვლილება. და არჩევნების გზით ცვლილება არის ის ჯადოსნური სიტყვა, რაზეც ამ ბოლო დღეების პოლიტიკური დაპირისპირება მიმდინარეობდა. მივალთ მაგ თემამდეც, მაგრამ პირველ რიგში რაზეც თქვენ საუბრობთ, რომ ალტერნატივის არარსებობაზე უფრო სისუსტეზე არის აქ საუბარი. ჩვენ გვაქვს ძალიან კონკრეტული პოლიტიკური მოცემულობა, ტრადიციული პოლიტიკური მოთამაშეები, შედარებით ახალი, თუმცა უკვე გარკვეული სტაჟისა და გამოცდილების მქონე პოლიტიკური პარტიები თავის ინფრასტრუქტურით და მცდელობა პოლიტიკური სტარტაპების. ხო? ეს სიტყვა უკვე გამოიყენება და ამიტომაც მე დამაკნილებლად არ ხმარობ ამ სიტყვას, თავად ამ ასეთი პარტიების წარმომადგენლები ხმარობენ. არის ახლა იმის დრო და მომენტი, როცა პოლიტიკურ სტარტაპების მიმართულებით შეიძლება ისედაც ძალიან შეზღუდული ენერგია, რესურსი იქნას მიმართული გარისკოს თუნდაც საზოგადოებამ, როდესაც ჩვენ ავტორიტარიზმიდან დიქტატურაში გარდამავალ ფაზაში ვართ და მოთხოვნა თითქოს უნდა იყოს იმაზე, რომ ყველა რესურსი გაერთიანდეს იმისთვის, რომ ამ ძალიან ცენტრალიზებულ ავტორიტარულ რეჟიმს გაუწიოს სათანადო წინააღმდეგობა. აი, რა ფაქტორებია ისეთი, რომელმაც ჩვეულებრივ ადამიანს შეიძლება უბიძგოს ამ სარისკო ნაბიჯის გადადმისკენ, ანუ მხარდაჭერა გამოუცხადოს ახალ
პოლიტიკურ ძალებს, როდესაც მათ ჭირდებათ მეტი რესურსი, ცნობადობის მეტი პრობლემა აქვთ, ფინანსური რესურსის მოზიდვის, ფინანსური მხარდაჭერის მოპოვების და ასე შემდეგ, უამრავი ხელშემშლელი გარემოება. კი, ყველა ამ ხელშემშლელი გარემოების მთავარი პასუხი გიორგი არის ქართველი ხალხის მხარდაჭერა და იმის თქმა, რომ დიახ, მე უჭერ მხარს ამ პოლიტიკურ პარტიას და მზად ვარ, რომ გავყვე ამ პოლიტიკურ პარტიას. ჩვენ გვჭირდება ამის გააზრება, რომ ჩვენ გვჭირდება უკეთესი პოლიტიკური პარტიები. ეს არის ამ მძიმე მდგომარეობის გადატეხვის მთავარი ფორმულა, რომ ჩვენ უკეთესი პოლიტიკური პარტიები გქონდეს და არა პოლიტიკურ პარტიებზე უკეთესი რაღაც ქიმერა, რომლის დევნაშიც გავადრო და ძალისხმევა და ენთუზიაზმი დაიხარჯება ყველა. ჩვენ გვჭირდება უკეთესი პარტიები. უკეთესი პარტიები იქნება მაშინ, როდესაც ამ პარტიებს ექნებათ საზოგადოების ნდობა, იქნება გახსნილობა, როცა ადამიანი თამამად იტყვის, რომ დიახ, მე ამ პარტიას უჭერ მხარს. არა იმიტომ, რომ აი ცხვირზე ხელის მოჭერით ვარ მზად, რომ შემოვხაზო ეს პარტია, არამედ იმიტომ, რომ ვიზიარებ ამ პარტიის სოფხედველობას, მათ ხედვებს მომავლისას და ესეთი პარტიების ნაკლებობა, იცით რამ გამოაჩინა აი ამ ბოლო 2 წლიან პერიოდში, როცა ასეთი ზეწოლა არის პარტიებზე, როცა პოლიტიკურ ლიდერებს იჭერენ, როცა მზარდი ავტორიტარიზმი არის ნამდვილად თქვენი თქმის არ იყოს და შეიძლება კიდე უარესი მიმართულებით მიდიოდეს ეს ყველაფერი, როცა ამხელა ზეწოლა არის პოლიტიკურ პარტიებზე და ამ პოლიტიკური პარტიების ამომრჩევლის თუნდაც 1, 2, 3 და 5%-ის მობილიზება პროტესტში ვერ ხერხდება, ესე იგი გაფუჭებული არის საკომუნიკაციო არხი ამ პოლიტიკურ პარტიებს და საზოგადოებას შორის და ამ საკომუნიკაციო არხს აფუჭებს ურთიერთდაპირისპირება და ის მორევი, რომელშიც ჩათრეული არიან მათ შორის ის პარტიები, რომლებმაც სულ ცოტა ხნის წინ გააფორმეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი და დაარსეს ეგრეთ წოდებული ოპოზიციური ალიანსი. აქაც კი ხდება დაპირისპირება, მაგრამ მე არანაირად თითის გაშვერით და კრიტიკით საუბარს მათზე არ ვაპირებ. ეს იყო ამ ადამიანების ძალისხმევა. ამ ძალისხმევამ ვერ გამოიღო ის დაგეგმილი შედეგი, ჩემი აზრით. სწორედ ამიტომ ვერ ვხედავდი მე საკუთარ თავს ასეთ გაერთიანებაში, იმიტომ რომ მქონდა მოლოდინი, რომ აქ რაღაც ამოყირავდება, მათ შორის იქნებოდნენ ისეთი სუბიექტები, რომლებიც არ ითამაშებდნენ იმ წესებით, რომელსაც ხელი მოაწერეს. და პირდაპირ გახსნილად და დაუფარავად შემიძლია გითხრათ, რომ მე ამ გაერთიანებაში არ მაქვს და არც ერთ გაერთიანებაში არ მექნება მიხეილ სააკაშვილის მიმართ ისეთი ტიპის ნდობა, რომელიც მე მათქმევინებს, რომ დიახ, მე მზად ვარ, რომ მიხეილ სააკაშვილზე ავიღო პასუხისმგებლობა და მასთან ერთად რაიმე ტიპის ალიანსით წარვდგე საზოგადოების წინაშე. ის პროცესები, რასაც ვხედავთ, ეს არის ამ ორბიტაზე არსებული პროცესი, დაპირისპირება პოლიტიკური პროცესის გამოძახილი არის. ესეც იმიტომ, რომ მკვდარ პარტიაში არც არაფერი არ ხდება, ხო? ამიტომ რაღაც სიცოცხლის ნიშნებს შეიძლება კიდე ავლენდეს ამ თვალსაზრისით მისი პარტია, მაგრამ მდგომარეობა მის პარტიაშიც და ყველა სხვა პარტიაშიც არის რთული და მე იმას კი არ ვამბობ, რომ გინდა თუ არა ეს უნდა ჩაირეცხოს და რაღაც ახალი მზეჭაბუკების გილდია უნდა მოვიდეს და ამან უნდა გადაიბაროს ქვეყანა. ვინც არის ის უნდა მოვიდეს უკეთეს ფორმაში, მაგრამ იმის სრული გააზრებით, რომ რაც არის, ეს არ არის საკმარისი. არც ერთ შემთხვევაში და 2024 წელი იყო ამის ძალიან კარგი დემონსტრირება. ის რაც იყო, არ იყო საკმარისი, რომ ჩვენ დამაჯერებელი გამარჯვებისთვის მიგვეღწია ქართულ ოცნებაზე. ამიტომ ჩვენ გვჭირდება ახალი პოლიტიკური ძალები. ახალი პოლიტიკური ძალები არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ახალგაზრდები ვართ და ამ რაღაცა ასაკით მანიპულირებდეთ, არც ერთ შემთხვევაში ოდესღაც, რა ვიცი, ეს ხალხიც ახალგაზრდები იყვნენ ქართულ ოცნებაში, ვინც არის დღეს მენეჯმენტში და ხედავთ რამხელა იმედგაცრუება მოყვა რბილად რომ ვთქვათ მათ საქმიანობას, ხო? ამიტომ ახალგაზრდობა არც ერთ შემთხვევაში არ არის არაფრის ინდულგენცია, ჩვენ გვჭირდება ახალი პოლიტიკური შეთავაზება, გვჭირდება გულწრფელობაზე, თანმიმდევრულობაზე, პროფესიონალიზმზე დაფუძნებული ახალი პოლიტიკური პლატფორმა და ასეთი პოლიტიკური პლატფორმის შექმნაზე მუშაობ მე ჩემს მეგობრებთან ერთად. და იყოს ის განსხვავებული თუნდაც იმ ალიანსისგან, რომლის მიმართ კრიტიკაც. იმიტომ რომ რასაც ჩვენ ხელს მოვაწერთ, იმიტომ რომ ამის ალტერნატივა რასაც ჩვენ ხელს მოვაწერთ, იმას აუცილებლად დავიცავ. არ მოვაწერთ ხელს ისეთ დოკუმენტს. ადამიანებს არ დაესხმები თავს, ხო? ნუ გასაგებია. მეც არ ვესხმი არავის თავს. მე ერთი რამე უნდა გავითავისო. კრიტიკებდეთ, სხვებს სრულად გასაგებია, მაგრამ კრიტიკას და ტალახის როლა შორის არის დიდი სხვაობა. ძალიან
დიდი სხვაობა არის კი რა იქნება ის განსხვავება რომლის გამოც ამ პერსპექტივაზე საუბრისას სიტყვებს მიღმა ადამიანებს მაყურებლებს სერიოზულობის განცდა შეიძლება გაუჩნდეთ მათ შორის არის თუ არა ეს თუნდაც აი არჩევნებთან დაკავშირებით პოზიციების უფრო მკაფიობა თქვენ თქვით რომ არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლის ისეთი არჩევნების რომელსაც ეკნება საზოგადოების ნდობა ისეთი არჩევნების რომელიც საზოგადოებას მოიყვანს ნდობა უნდა გააჩინოს ძლიერმა პოლიტიკურმა პარტიებმა და თუ რამეზე უნდა შეთანხმდნენ ძლიერი პოლიტიკური პარტიები ეს არის სწორედ საარჩევნო გარემო და როგორი საარჩევნო ან წინა საარჩევნო ვითარება გვჭირდება ჩვენ და დღეს დაუშვათ შეთანხმდით ივანიშვილს თავის გეგმა აქვს და იმ გეგმას მიყვება ჩვენი გეგმა რა არის ერთი რამე უნდა გავითავისოთ რომ ივანიშვილის გეგმაზე თუ მუდმივად ვილაპარაკებთ დავრჩებით ივანიშვილის გეგმაში ჩახარშულები თუ ჩვენ გვინდა რომ შეიცვალოს ხელისუფლება ჩვენ უნდა ვიყოთ შეტევაზე ინიციატივა უნდა იყოს ჩვენი ჩვენ მენიუში კი არ უნდა ვიყოთ როგორც კერძი არამედ უნდა ვისხდეთ მაგიდასთან ვესაუბრებოდეთ ერთმანეთს და ვთანხმდებოდეთ იმაზე რა გვინდა ჩვენ და რა არის ის ყველაზე საბაზისო მინიმალური რაღაცა რაზეც პოლიტიკურ კლასს შეუძლია შეთანხმება ასეთი საკითხი არის არჩევნები და როგორი არჩევნები გვინდა ხონთ პოლიტიკური პარტიები პოლიტიკური სუბიექტები მე ხა საზოგადოების წევრებს ვერაფერს ვერ მოთხოვ არის აბსოლუტურად ლეგიტიმური დისკუსია მოქალაქეებს შორის და მივესალმები ნებისმიერ დისკუსიას მაგრამ პოლიტიკური პარტიები რასაც უნდა აკეთებდნენ არის რომ კამერის და დახურულ კარს მიღმა უნდა სხდებოდნენ და საუბრობდნენ იმაზე რა არის ის მინიმალური საბაზისო გარემო რასში ჩვენ მონაწილეობასაც განვიხილავთ თორე ისეთი ამბანური ჭეშმარიტებით საუბარი რომ მე რა თქმა უნდა არჩევნები არის კარგი არჩევნებში უნდა მივიღოთ მონაწილეობა პოლიტიკური პარტია არსებობს იმისთვის რომ არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა მეც როგორც პოლიტიკოს და პოლიტიკური პარტიის ფორმირების პროცესში მყოფ ადამიანს მაქვს სწორება სწორედ არჩევნებზე და ჩემი მიზანი არის ის რომ მე არჩევნებში მივიღო მონაწილეობა ოღონდ ეს რა თქმა უნდა ავტომატურად იმას არ ნიშნავს რომ ეს ჩემი მიზანი დაკმაყოფილდება იმ გარემოში სადაც ხედავთ რა კარტეხილებს გავდივართ ხო ამიტომ მე ვემზადები არჩევნებისთვის მე ვიმედოვნებ უკეთესზე მაგრამ ვემზადები უარესისთვის და ეს უნდა იყოს ჩვენი მოდუსი ჩვენ უნდა ვემზადებოდეთ და უნდა ვემზადებოდეთ იმით რომ ვაძლიერებდეთ საკუთარ თავს ოღონდ ვაძლიერებდეთ ნდობის გენერირებით და ნდობის გენერირებას ტალახის სროლა წარსულთან დაკავშირებულ საკითხებზე ვერ მოახდენს რას ემსახურება ეს დისკუსია მე მაინტერესებს აი პოლიტიკურ სპექტრში არსებული დისკუსია სად ნახეთ აქ მოქალაქის ინტერესი მიდის მუდმივად ტალახის სროლა მიდის მუდმივად იმაზე ლაპარაკი რომ ვიღაცა რა ცუდია ვიღაცა როგორი მატყუარა არის ვიღაცა როგორ არასწორად მოიქცა ვიღაცამ რამხელა შეცდომა დაუშვა რომ ეს თქვა მაგრამ თუ დებატებიც კი არ ხდება ამ საკითხზე თუნდაც იყოს დებატები პოლიტიკურ პარტიებს შორის პოლიტიკური პარტიების ლიდერებს შორის იყოს დებატები იმაზე ვინ როგორ უყურებს ამას მაგრამ დებატებს ჯობია რომ საუბარი იყოს ვისაც არ აქვს საუბრის უნარი ვისაც არ აქვს ელემენტარული კომუნიკაციის უნარი ყველასათვის უნივერსალურ საკითხებზე რასაც არჩევნები ის პოლიტიკური დარვინიზმის პრინციპით აუცილებლად გადაშენდება შეიძლება აღარ აქვთ ერთმანეთისადმი ნდობა რაც საბაზისო კომპონენტია იმისთვის რომ ერთად მაგიდასთან დასხდნენ და ისაუბრონ რა თქვენ შეიძლება არ მენდობოდეთ გიორგი მაგრამ აქ რო ვიხჩობოდეთ ჩვენ და რო ვიძირებოდეთ ხო დარწმუნებული ვარ რომ მე ხის პატარა ფიცარი რომ მქონდეს მოეჭიდებოდით თქვენ და არ იფიქრებდით იმაზე რომ ეხა საბამ შეიძლება იდაყვიჩა ამარტყავსო. ამიტომ თუ ხალხს ეუნები რომ აქ რუსეთია, თუ ხალხს ეუნები რომ რეჟიმია, თუ ხალხს ეუნები რომ აქ უბედურება ხდება და მართლაც უნიკალური ისტორიულად ჯერ არ ნახული გამოწვევების წინაშე ვართ, მაშინ პასუხისგებლობაც გაქვს რომ შესაბამისად იმოქმედო და მუდმივად იმუშაო ნდობის კრიზისის დაძლევაზე და მე ამას ვერ ვხედავ, მე გამოსავალს ვხედავ სწორედ იმაში რომ ვისაც ახალი პოლიტიკური კულტურა გააჩნია და ასეთი არავინ მიწყენს, მაგრამ არის მაინც ახალგაზრდა თაობა და იმ ბრძნული სიტყვების არ იყოს ის ურჩევნია მამუსა რომ შვილი სჯობდეს მამასაო, ეს ახალგაზრდა თაობაში
ეს პოლიტიკური კულტურა მე მიმაჩნია რომ გაცილებით უფრო მაღალ დონეზე არის, ამიტომ ყველას პასუხისმგებლობაა ჩვენი რომ ვესაუბროთ ერთმანეთს, ვისაუბროთ მომავალზე და მოვახერხოთ და გავაჩინოთ ნდობა. ნდობის გარეშე, გაჩენის გარეშე არ იქნება ალტერნატივა. ალტერნატივის გარეშე არ იქნება არანაირი პროცესი, არც საარჩევნო და არც არასაარჩევნო პროცესი და ძლიერი პოლიტიკური პარტიები როცა იქნება, მერე ინიციატივა იქნება ჩვენ ხელში და ეს ცვლილებები დარწმუნებული ვარ რომ მოვა და ეს ცვლილებები იქნება არჩევნების გზით და არა ყალბი ფეიქ რევოლუციებით და ავანტურისტული თარიღების დაკიდებით, როგორიც იყო 4 ოქტომბერი, რომელმაც გაუმარტივა ქართულ ოცნებას ამოცანები და გაუმარტივა შესაძლებლობა, რომ უფრო მეტი ადამიანის ტერორიზება, უფრო მეტი ადამიანის დაკავება და შევიწროება მოეხდინა. ვიღაცა იტყვის, რომ არაფერში არ ჭირდებაო გამარტივებაო და ისედაც აკეთებსო, მაგრამ მე არ ვითანხმები ამ მოსაზრებას, იმიტომ რომ არის ჯერ კიდევ ამ ქვეყანაში ისეთი ვითარება, სადაც ჩვენი სიტყვა და საქმე მნიშვნელოვნად განაპირობებს sapasukho რეაქციას ქართული ოცნების მხრიდან. ეს რომ ასე არ იყოს, ჩვენ უკვე გაფორმებულ დიქტატურაში ვიქნებოდით და ეს დიქტატურა მადლობა ღმერთს ჯერ არ არის გაფორმებული, ამიტომ ვიმუშაოთ და ვიბრძოლოთ იმაზე, რომ ეს დიქტატურა არ გაფორმდეს ამ ქვეყანაში. რა არის დაუშვათ ასეთი ტიპის დაკიდებულ თარიღებსა და მეორე მხრივ საერთოდ დაუკიდებელ პერსპექტივას შორის, როდესაც ამის ალტერნატივად იქნება მოლოდინი, რომ რაღაცა ტიპის პროცესის მიმდინარეობის, ზეწოლის განხორციელების შედეგად ქვეყნის შიგნიდან იქნება თუ გარედან ხელისუფლება ჩამოიშლება. ანუ ეს დინამიკა, რომელიც გვაქვს, იძლევა რაიმე ხელისუფლება თუ ჩამოიშლება, ეს რომ ხელისუფლება ჩამოიშლება, ოპოზიცია თუ ჩამოიშლება, ვინ შეdaikavებს ჯერ ასაც უყურებ, ჯერ იმას ვხედავთ, რომ ოპოზიცია იშლება. მე ვთვლი რომ კრიზისი არის. ივანიშვილი სუსტდება ყველანაირად, მაგრამ ძალაუფლებას კრიზისი არის, პოლიტიკური კრიზისი ეხება ყველას. ქართულ ოცნებასაც და ოპოზიციასაც. ოპოზიციას უფრო მეტად. ჩემი კითხვა მდგომარეობს, ანუ თქვენს მიერვე ასე დასმულ კრიტიკულ ნაწილში, რომ აი 4 ოქტომბერი გააკრიტიკეთ, ხო? ან მე გიორგი ერთ რაღაცას ვიტყვი თუნებას მომცემთ. რადგან პოლიტიკოსი ხართ, რა არის აი ამ გზების ალტერნატივა, რომელიც თქვენ განსხვავებთ მანამდე სხვების მიერ მაგიდას დადებულ დანაპირებებისგან? იმიტომ რომ მე ასეთ პირობას საზოგადოებას არასდროს არ მივცემ. მიუხედავად იმისა, რომ 4 ოქტომბერი მიმაჩნია მის ორგანიზატორებს და დამგეგმავებს და სულის ჩამდგვრელების მხრიდან უდიდეს პოლიტიკურ უპასუხისმგებლობა და ავანტიურად, მე ამ თარიღზე მარტივად ვერ ვლაპარაკობ, იმიტომ რომ ხალხი არის ციხეში, მათ შორის ჩემი მეგობრები არიან ციხეში, ირაკლი ნადირაძე, ჩემი კოლეგა და მეგობარი არის სწორედ ამ თარიღიდან გამომდინარე საპატიმროში ღირსეული, კვალიფიციური, კარგი ადამიანი. და აი ამ და მოვიკითხავ მასაც და ყველა პატიმარს აქედან და ნამდვილად პატიმრებზე ლაპარაკი ჩემთვის მარტივი არ არის პირიქით ამას ვამბობ. იმაძე ჩემი კითხვა კვლავ იმაძე ლაპარაკის მიზანს არის ახავს მიზანთ ამის ალტერნატივაზე ლაპარაკი. ამის ალტერნატივას გავიმეორებ ისევ არის ძლიერი პოლიტიკური პარტიები, ამის ალტერნატივა არის ისეთი პირობის მიცემა საზოგადოებისათვის, რომელსაც შეასრულებთ, არა იმის თქმა რომ პოლიტიკური პატიმრის ოჯახის წევრებს რო ეტყვი რომ ხუთშიო შენ შვილებს ჩაეხუტებიო უკვე თუ შენ შვილსო პატიმარს ჩაეხუტებიო ამას რო ეტყვი და ეს რო ვერ განხორციელდება ეს მე მიმაჩნია დიდ პოლიტიკურ უპასუხისმგებლობად თუ არა ძალიან დიდ დანაშაულად და ამიტომ მინიმუმ არ უნდა გავცეთ ასეთი პირობები ის უპასუხისმგებლობა თქვენ რას ეუბნებით იმ პოლიტპატიმრების მშობლებს რას დაველოდოთ რას დაელოდონ მე ვეუბნები იმას რომ გამოსავალი ამ პოლიტიკური პრობლემიდან და ცვლილების გასაღები არის უფრო ძლიერ პოლიტიკურ პარტიებში და არა რაღაც ეფემერულ პარტიებზე უკეთესის მოფიქრებაში, რომელიც კაცობრიობას ჯერჯერობით არ გამოუგონებია, ამიტომ უკეთესი პარტია ნიშნავს უფრო პატიოსანი ადამიანებით და თანმიმდევრული და პირნათელი ადამიანებით შემდგარ პარტიას, კვალიფიკაციის დემონსტრირებას და სწორედ ამას ვპირდები მე საზოგადოებას, სწორედ ამას ვპირდები, რომ ის პოლიტიკური შეთავაზება, რომელსაც დავასრულებთ შეიძლება, რომელსაც ჩვენ საზოგადოებას გავუკეთებთ, იქნება დაფუძნებული ხედვაზე, პატიოსნებაზე და ცოდნაზე. საბა, ტრავმაიზე საუბარ შეგვიძლია მოსახლეობას, ამიტომ მინდა ბოლო კითხვა მე ეს მოვას, მაგრამ კი არ ვერ დავხურავთ ამ თემას, მაგრამ ლოგიკას გავყვეთ აი ამ თქვენი კონსტრუქციის. თქვენ საუბრობთ იმაზე, რომ უპასუხისმგებლო დაპირებები, თარიღები ჩამოკიდე და უფრო აზიანებს ნდობას პოლიტიკური პროცესის მიმართ.
სამწუხაროდ ვაღიარო რომ ამ ხრივ ძალიან ბევრი არგუმენტი არის ნამდვილად. მეორე მხრივ საუბრობთ იმაზე, რომ პოლიტიკური პარტიების გაძლიერება არის ის გზა, რამაც უფრო ეფექტური პოლიტიკური პროცესი უნდა უზრუნველყოს. ამ დროს გვაქვს მოცემულობა, როცა ივანიშვილი აკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ ქვეყანაში პოლიტიკური პარტიების არსებობა აკრძალოს. ნამდვილად ეს არის უმძიმესი მოცემულობა. ყველა ის რესურსი დაკეტოს, რომელზე დაყრდნობითაც პარტიის მოძლიერება, გაძლიერება შესაძლებელია. კი, ოღონდ ჩვენ არ უნდა შევუწყოთ ამას ხელი. ანუ პარტია ის გზა და პარტიის მოძლიერება თუ რაღაცა ახალი ტიპის ზოგად დიდ ერთიან წინააღმდეგობის მოძრაობაზე, ეროვნული ხსნის კომიტეტზე ამას სახელებს პოლიტიკური პარტიები. კი არ ვისურვი, უბრალოდ როცა გამოცდილებები ჩვენ ქონდა ასეთი, მაგალითად საბჭოთა კავშირის დროს მასთან დაპირისპირების პერიოდში სხვა მაგალითები რომ მოვიყვა უნდა გავიხსენოთ, იქ ზუსტადაც რომ პოლიტიკური პარტიები კი არ თამაშობდნენ ამ როლს, არამედ რაღაცა ერთი დიდი პოლიტიკური მოძრაობა, რომელსაც ერთი საერთოდ დიდი საკოორდინაციო რგოლი ჰქონდა და ასე აღწევდა შედეგს. ეს ხდებოდა პოლიტიკური პარტიების არარსებობის პირობებში და საბჭოთა პერიოდში პოლიტიკური პარტიები ფაქტიურად არ არსებობდა და რაც არსებობდა იყო იატაკქვეშეთში და აქ მივდივარ სწორედ კიდევ ერთ სათქმელთან, რომ ქართული ოცნების ამოცანა არის პოლიტიკური პარტიების განადგურება და ყველანაირად მათი არსებობის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება და ჩვენი ამოცანა უნდა იყოს ამის სრულიად საპირისპირო. ჩვენ კი არ უნდა გავიუქმოთ თავი, ჩვენ კი არ უნდა დავიზიანოთ თავი, ჩვენ კი არ უნდა შევქმნათ პარტიებში ისეთი მოცემულობა, რომ გინდ გააუქმონ, გინდ არა, ისეთი იყოს პოლიტიკური პარტია და საზოგადოების ნულოვანი ინტერესი იწვევდეს და უბრალოდ ფურცელზე იყოს რეგისტრირებული. არა, პირიქით, თუ ქართული ოცნების ამოცანა არის, რომ ძირი გამოუთხაროს პოლიტიკურ პროცესს პარტიების გაუქმებით, ჩვენ უნდა შევეწინააღმდეგოთ ამას. და ეს უნიკალურად რთული მოცემულობაა, იმიტომ რომ აქ არ არის მარტო პარტიების აკრძალვა არ აკრძალვაზე საკითხი. აქ კიდე ადამიანების თავისუფლების კომპონენტი შემოდის აი ამ განტოლებაში, რომელიც კიდევ უფრო მეტად ამძიმებს აი ამ ისედაც რთულ ვითარებას, მაგრამ ჩვენი პასუხისმგებლობა არის, რომ ვიბრძოლოთ, მათ შორის პატიმრობაში მყოფი ხალხის ინტერესებისთვის და რაც მეტი ადამიანი არის შიგნით, მით უფრო მეტი პასუხისმგებლობა ეკისრება გარეთ მყოფ საზოგადოებას, რომ ცვლილებები მოიტანოს უფრო სწრაფად და არ შექმნას ილუზიები ცვლილებებზე. მადლობა საბა, როგორ ეს არის მთავარი კითხვა და ამ თემაზე საუბარს ჩვენ დავუბრუნდებით არაერთხელ, აქ უბრალოდ მინდა მაინც მოვასწრო და კითხოთ ტრამვაის დიდი ღმიდან ტრამვაის ხაზთან დაკავშირებით დღეს კალათის მიერ გამოცხადებულ გადაწყვეტილებაზე. თავისთავად ამ გადაწყვეტილების შინაარსში ბევრი რამ არის საინტერესო საჭირო საერთოდ არსებული რესურსებისა და სახსრების ტრანსპორტის ამსახეობაზე პრიორიტეტიზაციის კუთხით მე თავისთავად მომხრე ვარ ტრამვაის აღდგენის, მაგრამ არსებობს კონკრეტული გარემოებები, მაგრამ კონკრეტულად აი ამ ტენდერთან დაკავშირებითაც როგორც გაირკვა გამარჯვებულმა თურქულმა კომპანიამ საწყისი ფასი 129 მილიონი ლარით, ანუ 30% შეამცირა. ძალიან უცნაური მასშტაბის შემცირება არის. ხო, ბევრი რამ აჩენს უკვე კითხვის ნიშნებს, თუ გქონდათ შესაძლებლობა გაცნობოდით ამ დეტალებს და რა შეგიძლიათ გითხრათ თავად ამ გადაწყვეტილებას. მქონდა შესაძლებლობა გავცნობოდი დეტალებს, ოღონდ გასაცნობი იყო ძალიან ცოტა და რა შემიძლია ამაზე ვთქვა. კალაძის მმართველობის მთავარი ხელწერა არის გაუმჭირვალობა, არაანგარიშვალდებულება და სწორედ ეს უქმნის მას ნოყიერ ნიადაგს იმისთვის, რომ იყოს ამ ქალაქის ისტორიაში ყველაზე კორუმპირებული და ყველაზე თანამდებობისთვის შეუფერებელი უვიცი მერი და ამ ყველაფერს შეუძლია რომ წარმატებული, უბრალოდ სწორი და სწორ გზაზე მყოფი რეფორმაც კი დააზიანოს და მე არაერთხელ მithქვას, მიუხედავად ჩემი დამოკიდებულებისა კალაძის მიმართ, ის სატრანსპორტო სტრატეგია, რომელიც არჩეული ქონდა მას იყო სწორი, ოღონდ ეს სატრანსპორტო სტრატეგია განხორციელდა არათუ ნაწილობრივ, იმის ძალიან მცირე ნაწილი განხორციელდა. ამ ქალაქში გადაადგილების მთავარი ხერხემალი უნდა იყოს საზოგადოებრივი ტრანსპორტი. ეს ერთი. ამ საზოგადოებრივ ტრანსპორტში ჩვენ გვაქვს ორი მნიშვნელოვანი კომპონენტი. ერთი არის მეტრო და მეტროს ქსელის გაფართოება და როცა 10 წელია მერი ხარ და ამ მიმართულებით ფაქტიურად არანაირი ნაბიჯი არ გადაგიდგავს, ეს ძალიან მკაფიო პასუხი არის იმაზე მეტროს განვითარებას როგორ უყურებ შენ. 10 წლის თავზე ხა რო გველაპარაკება თურმე იმაზე რა კარგია მეტრო და როგორი საოცარი და საამური შეიძლება იყოს მეტროს განვითარება, მე აი ამ პათოლოგიური უპასუხისმგებლოსგან და ამ კორუმპირებული ადამიანისგან
არ მჯერა ერთი რომ მას მეტროს გაკეთების სურვილი აქვს და რესურსი აქვს და პირველი ჩემი ეჭვი ჩდება იმასთან დაკავშირებით ხომ არ უნდა მას ამის გაკეთება იმისთვის რომ ხელი მოითბოს. მეორე კომპონენტი საზოგადოებრივი ტრანსპორტისა არის ავტობუსების სისტემა. ეგრეთ წოდებული მასობრივი ტრანზიტის უნარის მქონე ავტობუსები, რომელსაც ერთდროულად ბევრი ადამიანის გადაყვანა შეუძლია ერთი ადგილიდან მეორე ადგილამდე და ეს დიდი ავტობუსები 18 მეტრიანი, 12 მეტრიანი ავტობუსები უნდა დადიოდნენ ეგრეთ წოდებულ ბასლაინებში, ანუ ავტობუსის ზოლებში, რომელიც მას თავისუფალი და სწრაფი გადაადგილების შესაძლებლობას მიცემს და ამ წლების განმავლობაში და მისი მმართველობის 9 წლის თავზე ამ ბასლაინების ნახევარი არის მხოლოდ დახაზული, ამიტომ საუბარი იმაზე, რომ ის დახარჯავს 300 მილიონს, თითქმის 300 მილიონს, 290 მილიონს დიდი დიღმიდან დიდუბის მიმართულებით ტრამვაის განვითარებაზე, ჩემთვის აჩენს უამრავ კითხვას, რას ეფუძნება ეს, რა მტკიცებულებებს ეფუძნება ეს. მე მქონდა დღეს შესაძლებლობა, რომ ტრანსპორტის სფეროს სპეციალისტებთან მესაუბრა და რა ვიცი, ხალხი ამბობს, რომ არათუ დიდი დიღმიდან დიდუბისკენ მოძრაობის და გადაყვანის აუცილებლობა კი არ დგას. დიდი დიღმიდან საბურთალოს მიმართულებით არის გასაძლიერებელი მარშრუტები და ამას როგორ პასუხობს ტრამვაი? რომ არაფერი ვთქვათ იმაზე, რომ ის რაც არის, ისიც კი არ კეთდება. წარმოიდგინეთ, რომ ავტობუსი 18 მეტრიანი ავტობუსი არის იგივე ტრამვაი ბორბლებზე. ბასლაინში მიდის სწრაფად, თავისი კორიდორი აქვს იმასაც, სხვა არაფერი არ უნდა დადიოდეს და სწრაფად ერთი ადგილიდან მეორეში უნდა მიყვდეს და უნდა აკეთებდეს სრულ ბრუნებს ეს ავტობუსი, მაგრამ სრულ ბრუნებს ვერ აკეთებს, იმიტომ რომ სადღაც იჭედება, იმიტომ რომ სადღაც დახაზული არ არის. ავტობუსი ხდება საცობში და მე ადამიანი ფიქრობს, რომ რა რისთვის ვიყიდო ეხა მე ესა რა რისთვის ვიარო ავტობუსით? მეც თუ საცობში, მანქანით თუ საცობში უნდა ვიდგე და ავტობუსითაც თუ საცობში უნდა ვიდგე. მე მაინც ვიქნები ამ ჩემ ავტომობილში და კონდიციონერს ჩავირთავ, ან მუსიკას მოусმენდი ჩემ მანქანაში და ტელეფონზე ვილაპარაკებ ხმამაღლა, ხო? და მე კომფორტ შევიქნი. ამას ფიქრობს ადამიანი და ზუსტად ეს არის მათი დანაშაულებრივი მიდგომა, რომ ვერ განახორციელეს ეს რეფორმა, რითიც მოკლეს ნდობა ავტობუსების სისტემის მიმართ და ავტობუსების სისტემის სრულფასოვან განვითარებას შეუძლია დღეს თბილისში არსებული სატრანსპორტო პრობლემების მნიშვნელოვანი ნაწილი მოაგვაროს. მეორე ნაწილი უნდა მოაგვაროს მეტრომ, მესამე ნაწილი უნდა მოაგვაროს ველობილიკებმა, უნდა მოწესრიგებულმა საპარკინგე სივრცეებმა, საბაგირო კავშირებმა, რომელიც სრულიად აუთვისებელი არის და უდიდესი პოტენციალი აქვს ამ ქალაქში და ჩვენზე ბევრად უფრო დიდ ქალაქებში, ბევრად უფრო დიდი საცობის მქონე ქალაქებში, ისეთი როგორც არის კოლუმბიის დედაქალაქი ბოგოტა მაგალითად, სრულფასოვანმა ავტობუსების დერეფნებმა, ეგრეთ წოდებულმა ბასლაინების სისტემამ და თიბითის სისტემამ მოაგვარა ამაზე ბევრად უფრო მძიმე სატრანსპორტო ქაოსი. მაგრამ კალაძეს ურჩევნია, რომ ტაქსის მძღოლების ან ავტომობილების მძღოლების უკმაყოფილება და გინება შეამსუბუქოს, იმით რომ არ დახაზოს ბასლაინი. და ეს არაპოპულარული რეფორმა არ განახორციელოს. მაშინ როცა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი არის ბასლაინების დახაზვა. ნახეთ ერთი ბოლოს სად მოხდა აი ამ დერეფნების მოწესრიგება და ვერაფერი ვერ მოხდება, ვერანაირი რეფორმა ვერ მოხდება ამ ქალაქში, თუ მტკიცებულებებზე დაფუძნებით არ მოხდა და მე მაინტერესებს, რომ მტკიცებულებებზე დაფუძნებით მოხდა და გადაწყდა ის, რომ ტრამვაის სისტემა ამ ფორმით როგორც არის დაგეგმილი, არის დღეს არსებული მდგომარეობისთვის მიზანშეწონილი, იმიტომ რომ სატრანსპორტო შინამეურნეობის კვლევა, რომელიც ბოლოს გაკეთდა 2016 წელს და ბევრი ხნის დაგვიანებით თბილისის მერიამ თქვა, რომ ახალს გავაკეთებთ, რომელიც რეალურ სურათს იძლევა ქალაქში არსებულ სატრანსპორტო ნაკადებზე 2026 წლის 31 მარტის მდგომარეობით უნდა ყოფილიყო დასრულებული. აქ მაქვს თბილისის მერიის წერილი, შემიძლია საზოგადოებას ვაჩვენო კიდეც, სადაც ისინი ამბობენ, რომ 31 მარტს უნდა დასრულდეს, ვაგერ თბილისის მერიის პასუხი მაქვს და მერე აუცილებლად გამოვაქვეყნებდო. 31 მარტს იწურება ვადა ხელშეკრულების მოქმედების აღნიშნულ ვადაში სააგენტოს წარედგინება მოგშემუშავებული ანგარიშის ფინალური ვერსიები, რაც შემდგომში ხელმისაწვდომი იქნება საჯაროდ საზოგადოებისთვის. რაც ასე არ მოხდა და მე მაინტერესებს, რა მტკიცებულებებზე დაფუძნებით კეთდება ეს რეფორმა, რომ ვილაპარაკოთ მის სიკარგეზე ან სიავეზე, მტკიცებულებები უნდა გქონდეს. ტრამვაი რომ კარგია, მეტრო რომ კარგია და მოწესრიგებული საზოგადოებრივი ტრანსპორტი რომ კარგია, ამ სადღეგრძელოებს ჩვენ დიდი ხანია უკვე ვისმენთ კალაძისგან და აი ამ კორუმპირებული
ბანდისგან, რომელმაც აოხრა ეს ქალაქი და რომელმაც არასწორი სამშენებლო ნებართვებით, კორუფციული სამშენებლო ნებართვებით, მისი ვიცემერების, ყოფილი ვიცემერის და მოადგილეების კორუფციული საქმიანობით შექმნა ეს პრობლემა ამ ქალაქში. წადით ნახეთ დიდ დიღომში რა ხდება. ერთი დიდი კორუფციული პოლიგონი არის, მე შემიძლია ტური გაგიკეთოთ ამ ქალაქში სამშენებლო სექტორში არსებული კორუფციის და მიგიყვანოთ მშენებლობებთან, სადაც განახებთ რა რისი გაკეთება არ შეიძლებოდა და რა გააკეთეს ყველაფრის მიუხედავად და მე ჩვენ ვიხდით ამ ყველაფრის ფასს. სამწუხაროდ ამ ტურის მონაწილეები ყოველდღიურად ვართ, განსაკუთრებით ნამდვილად ამ ტურში ცხოვრობს, ამ კოშმარში ცხოვრობს ხალხი, კალაძის სახელობის კოშმარში, რომელსაც მიაქვს ჩვენი ჯანმრთელობა, ჩვენი დრო და მიაქვს ამ ეკონომიკიდან ამოღებული და დაკარგული საათები, რომელსაც შრომისუნარიანი მოქალაქეები ატარებენ საცობში, ნაცვლად იმისა, რომ თავის ოჯახებს მიხედონ, ან რაღაც ახალი შეიმეცნონ, ან წავიდნენ მეგობრები ნახონ და ისედაც არსებული მძიმე ყოფა